Red corner, blue corner, center of the right. Go main event. Championship out. 5 rounds, 5 minutes. You both know the rules. Listen to my command. Protect yourself at all times. Make it a good match. Shake hands if you want. არ ჩამოართვეს თუ ჩამოართვეს ბროს ძალიან კაცრად გააფრთხილა ამ წესებზე ჩვენმა რეფერიმ ორივე მებრძოლი კი შენ გეკუთვნის ეგ ამბავი და უნდა თქვა რომ როდესაც მაგარ მებრძოლებთან თქვი ვაკო როგორც არის თუნდაც ურაია ჰოლი UFC-ის ყოფილი მებრძოლი და 29 ბრძოლა ორჯერ მეტია და 20 ხარისხს გააჩნია კიდევ. კი, რა თქმა უნდა, თან მინდა ისიც ვთქვა, რომ როდესაც ბოინო ახლა ასაკშია, მაგრამ როდესაც მას ბრძოლები ჰქონდა დაწყებული წელიწადში 4-5 ბრძოლაც კი აქვს ჩატარებული, რაც ძალიან ესე რომ ვთქვა იჩრომას მოითხოვს და დავბრუნდეთ ახლა უკვე ორთა ბრძოლაზე. ნოდარი 10 წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, ესეც აღნიშნავდა სასიამოვნოა რომ დაბრუნდა თან ჩვენს ორგანიზაციაში. ნოდარ ყუდუხაშვილი. აი ხამ ცდილობს რომ ფეხია აიღოს და ტეიქდაუნი გაუკეთოს ნოდარმა, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევს ბოენო, ფიზიკურად ძალიან კარგად გამოიყურება ბოენო. აი ხა ცდილობს წაქცევას, მაგრამ არ გამოსდის ნოდარს. აი კარგად მუშაობს ხამ მუხლებით. აი ძალიან კარგია ეს მუხლები, აუცილებლად მოიტანს შედეგს. აი კარგად მუშაობს კლინჩი, ჯერჯერობით კლინჩი ძალიან კარგად მუშაობს, ნოდარი არ აჩერებს დარტყმებს. Action! იმში და არა, აი რა ბოენო მოახერხა? კი, რაც ვთქვი, ძალიან ფიზიკურად ძალიან ძლიერია ჯოანას ბოენო. მაგრამ ეხლა ნოდარი არ აძლევს არაფრის გაკეთების საშუალებას. ძალიან გამოცდილია ნოდარ ყუდუხაშვილი და დარწმუნებული ვარ რომ ამ სიტუაციიდან მოახერხებს გამოძრომას თან ნახეთ როგორი გულშემატკივრობა მიდის ეხლა ნოდარ ყუდუხაშვილის მაგრამ ეს ძალიან კარგი დარტყმა გაუტარა ჯონას ბოენომ ნოდარ ყუდუხაშვილის ერთით აწევა ბოენო და ფულ მაუნტია ეხლა ძალიან კარგი პოზიცია აქვს და გაატრიალოს უბრალოდ ვერ ახერხებს გადატრიალებას ხილზე წავიდა ყუდუხაშვილი აი ხა თუ საით კონტროლში ხა აქედან შეიძლება რომ ის დაახჯოს მაგრამ არ მგონი არა აი აჩვენა რომ კარგად არის დიდი ალბათობით ვერ ატანს ისეთ ძალას რომ დაახჯოს ნოდარ ყუდუხაშვილი პირიქით შეიძლება მოხდეს რომ ენერგია დახარჯოს ამ დროს სუნთქვა აქვს ნოდარს თან აი ხა აი ზუსტად დაიძვინა თავი მაგრამ უნდა წამოდგეს აუცილებლად უნდა წამოდგეს ახლა ნოდარი აუცილებლად უნდა წამოდგეს აი ფეხი კარგად უჭირავს თუ არ ზურგი არ უნდა მიცეს ბრაზილიელია მაინც ჯონას ბოენო და ძალიან კარგად ვიცით ბრაზილიელები რა დონეზე ფლობენ ჯიუ-ჯიტსუს ასე რომ გება ფეხზე ვითომ ყუდუხაშვილი მაგრამ ამ ასეთი წონის ტარება ძალიან დიდ ფიზიკურ არაფერსაც არ მოხდა თუმე ეს ყველაფერი ნოდარ ყუდუხაშვილისთვის ძალიან კარგად გარჩი გადავიდა ეხა მოიშორა ბოენო ეხა ეს არა სამკუთხედს ვერ კრავს ძალიან კარგად უდგას ეხა გრაუნდში კარგად დგას ეხა ყუდუხაშვილი და უნდა გააგრძელოს უბრალოდ დარტყმები უნდა იმუშაოს რადგან ნახევარი რაუნდი თითქმის ბოენოსი იყო და ეხა უნდა შეეცადოსო კარგი დარტყმებით ეს რაუნდი წამოიღოს უკან უნდა გააგრძელოს აუცილებლად ხა მუშაობა სეტკასთან ნოდარ ყუდუხაშვილმა დარტყმები უნდა გააგრძელოს რაც თავარია ბევრი დარტყმა უნდა მიაკენოს ეხა აი ცდილობს კი მაქსიმალურად უნდა იმუშაოს ან ეხა ცდილობდა საით კონტროლში გადასვას ისეთი კარგად ქონდა აღებული მაგრამ არ გამოვიდა კარგად უნდა დაბრუნდეს გარჩი ეხა ყუდუხაშვილი არ უნდა მიცეს ბოენოს რაიმე მტკივნეულის ან მახრჩობელას გაკეთების საშუალება აი კარგად აკონტროლო რა კარგი მარჯვენა ძალიან კარგი მარჯვენა გაუტარა ეხა ყუდუხაშვილმა აგრძნობინა ნამდვილად ბოენოს ესე რომ ვთქვა ძალიან რთული სიტუაციიდან გამოძრა ნოდარ ყუდუხაშვილი აი ხა კარგად აქვს აღებული კისერი თუ საით კონტროლში გადავა შეუძლია კიდევაც მე მგონი რომ ფეხი უნდა ამოაძროს რამენაირად ფეხი უნდა ამოაძროს და გადავიდეს საით კონტროლში არა ვერ მოახერხა
კარგად აიცვა თავის თუმცა ბოინო. გაათანაბრა მაინც უნდა ვთქვა. კი, გაათანაბრა. უბრალოდ დარტყმებს თუ გააგრძელებს, შეიძლება ამ რაუნდის უკან წაგებაც. ესე კარგია, დარტყმები უნდა გააგრძელოს აუცილებლად და ეს რაუნდი რაც თავი 20 წამი დარჩა, ესე უნდა დაამთავროს ზევითან და აქტიურობაში და დომინაციაში უნდა დაამთავროს, თორე ჯონას ბოინომ ძალიან ბევრი რამე გააკეთა პირველ რაუნდში, ძალიან კარგი კონტროლი შემოგთავაზა. 6 წამია დარჩენილი ბრძოლის დამთავრებამდე, პირველი რაუნდის დამთავრებამდე უფრო სწორად და დასრულდა პირველი რაუნდი დასრულდა. ნოდარ კუდუხაშვილმა გამოაწვევა თავისი შეცდომა პირველი რაუნდის საწყის წუთებში რაც დაუშვა და ძალიან რთული მდგომარეობიდან გამოვიდა წამოიღო. კარგი. დიდი ალბათობით ეს რაუნდი ფრეშ შეიძლება დაფიქსირდეს. მაგრამ როგორც ვიცით, წინ 5 რაუნდიანი კიდევ 4 რაუნდი გვაქვს და ნახოთ მებრძოლები რას შემოგთავაზებენ. მაგრამ როგორც ნახეთ, ჯონას ბოინო ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება და ძალიან გაუჭირდა ნოდარ კუდუხაშვილს ამ სიტუაციიდან გამოძრომა. კუთხეებისგან რაც თაორია ხა სწორი რჩევა დარიგებები უნდა მიიღოს როგორც ნოდარმა ასევე ჯონას ბოინომ, რადგან არის რაღაცეები შესაძლებელი როგორც ერთის ისე მეორის ტაქტიკაში. ლაშარ შელიას ხედავთ ნოდარ კუდუხაშვილის კუთხეში ძალიან გამოცდილი მწვრთნელია ის და კარგჩევებს მიცემს ახლა ნოდარს. მეორე რაუნდის სტარტზე ვარ და მეორე რაუნდი დაიწყო, მეტი უნდა იმუშაოს ნოდარმა დგომში, ეს ძალიან კარგი ფრინავი მუხლი, მაგრამ არა ნოდარმა ისევ გადაიყვანა ნოდარმა, ეხლა და ძალიან კარგ პოზიციაშია, ბოინოს გარდში იმყოფება. აგზელებს დარტყმებს. აი ეს პოზიცია ნოდარ კუდუხაშვილმა კარგად უნდა გამოიყენოს, შეინარჩუნოს და გამოიყენოს. full mount-ზე აპირებს გადასვლას, ერთფერს უკვე გაცდენილია ნოდარ კუდუხაშვილი. რამენაირად მეორე წამოაძროს გაცდეს და უკვე ძალიან კარგ პოზიციაში. აი ამას აპირებს და აკეთებს ჯერჯერობით, უბრალოდ ჯონას ბოინო კარგად უშლის ჯერჯერობით ხელს. ნოდარს იდეალური პოზიცია აქვს, აი ესე დაისვენოს დარტყმები და კი აკონტროლებს ჯერჯერობით, მაგრამ ბრაზილიელი ქვევიდან ძალიან სახიფათოა. ჯიუ-ჯიტსუ ასე ვთქვათ, მათი სამშობლოდან არის და მაგრამ ნოდარის ესე ვთქვათ ჭიდაობას, კავკასიურ ჭიდაობას ჯერჯერობით ვერ უხერხებს ვერაფერს ჯონას ბოინო. ისიც არ გამოუვარდა კუდუხაშვილს. არა, საჯი დაინახავდა უცლებად შეამჩნევდა დიდი ალბათობით ამ ყველაფერს. აი ესე უნდა ჩააწევნოს თავი ნოდარ კუდუხაშვილმა, ეხლა ერთ ფეხსაც თუ გაცდება. აი ამას აპირებს ახლა კუდუხაშვილი და მთავარია კონტროლი და პოზიცია არ დაკარგოს აი ამ მომენტში, თორემ შეიძლება გადავიდეს მართლაც და მერე უკვე ძალიან გაუჭირდება ბრაზილიელს ცოტაც და არა და კარგი მცდელობა ქონდა ნოდარს. აი ესე კარგია იმ ხრივ გიორგი რომ ძალიან დიდი კონტროლი აქვს ნოდარ კუდუხაშვილს. ფაქტია ძალიან ბევრს აკეთებს. საით კონტროლში იმყოფება უბრალოდ აი ამ ფეხს ძალიან კარგად უბლოკავს ეხლა ჯონას ბოინო, რადგან ვერ გაცდა. როგორც კი მაგ ფეხს გადმოაგდეს full mount-ში აღმოჩნდება და ძალიან ესე ვთქვათ დიდი უპირატესობა იქნება ნოდარ კუდუხაშვილის იმისთვის, რომ აი ხა თაორია კიმურაზე არ დაიჭიროს, არა, ამოაზრო ხელი მაინც. აი როგორც თქვი ძალიან საშიშია როგორც ქვევიდან, პარტერში ქვევიდან ბოინო, რადგან ბრაზილიელია და ჯიუ-ჯიტსუ ძალიან კარგად ფლობს. ისიც ასრულებს დარტყმებს, ნოდარიც კარგად უბრუნებს დარტყმებს. საბოლოო ჯამში ძალიან ესე რომ ვთქვათ კარგი ground pound-ი მიმდინარეობს. სანახაობრივი ground pound-ია და ნახოთ აი საით არა ისევ გარჩი დაბრუნდა ეხლა ნოდარ კუდუხაშვილი ბოინოს გარჩია. კარგად აქვს შეკრული გარდი ბოინოს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ნოდარ კუდუხაშვილის წისქვილზე ასხავს წყალს, რადგან კონტროლი მას აქვს თითქმის მთელი მეორე რაუნდია დომინირებს ბოინოზე. დარტყმებსაც ასრულებს. აი როგორ გულშემატკივრობენ ეხლა ნამდვილად ჭირდება ნოდარს გულშემატკივრობა. ის კარგი დარტყმებს აყენებს.
კარგი კონტროლი აქვს ნამდვილად კუდუხაშვილს. კი და ასევე მინდა აღვნიშნო ძალიან კარგი კონტროლი აქვს ჯონას ბოინოს პარტერში, რადგან აი ძალიან ეხლა ამდენი ხანია ცდილობს full mount-ზე გადასვლას და აი side control-ში მაგრამ აქედან არ უნდა გამოძიოს, უნდა წამოდგეს კუდუხაშვილი. არა ძალიან ცუდი ტექნიკური შეცდომა დაუშვა მან ამ წუთას, ამ დროს უნდა წამომდგარიყო. ეხლა ძალიან ცუდ პოზიციაში არ აღმოჩნდეს ასთავარია და კიმურაზე მიდის შეუძლია კიმურაზე მაგრამ არა გადმოტრიალდა იგრძნო ეს საშიშროება კიმურას საშიშროება იგრძნო ბოინომ და გადმოტრიალდა აღარ დააწადა ნოდარს ესე რომ ვთქვათ მტკივნეული შესრულების საშუალება როგორ შემატკივრობენ ხა მთელი დარბაზი ნოდარ კუდუხაშვილს ისევ კონტროლს ამყარებს ბოინოზე ეს რაუნდი თითქმის მთლიანად კონტროლი აქვს კუდუხაშვილს გარდა იმ რამოდენიმე წამიანი მონაკვეთისა შუიტად წყნარად მეორე რაუნდი მიყავს მაგრამ და შეგახსენებთ მეგობრებო 5 რაუნდიანი ორთაბრძოლა ეს და აქ უკვე გამძლეობაზე და ნერვების თამაშზე მიდის ყველაფერი რეალურად ეს ყველაფერი გადაწყვეტს მესამე რაუნდი ნახოთ როგორი იქნება ფაქტია რომ ორი რაუნდი წამოიღო ნოდარ კუდუხაშვილმა და შესანიშნავი იყო პირველ რაუნდში ცოტა გაუჭირდა მაგრამ პირველი რაუნდის ბოლოს უკვე მოახერხა იმდენი რომ გადატეხა კი ბოინო და შეიძლება პირველი რაუნდიც კი წამოიღო მაგრამ მეორე რაუნდი უკვე აბსოლუტურად მისია მაგრამ წინ საჩემპიონო რაუნდები გველოდება და ნახოთ საჩემპიონო რაუნდებში საერთოდ სხვანაირად გამოიყურებიან მებრძოლები ბატონო ორი რაუნდი წამოიღო ნოდარ კუდუხაშვილმა და ნუ წინ კიდევ 3 რაუნდია თუ თქვათ ვადაზე ადრე არ დასრულდა შეხვედრა არ უნდა აღელდეს ჩემი აზრით კუდუხაშვილი თავარი ეს ძალიან კარგად ასრულებს ესე რომ ვთქვათ კუთხის რჩევად არიგებებს და თავის დავალებას ძალიან კარგად აკეთებს როგორც ნუ რამოდენიმე კარგი ფინალური მუხლი გაატარა მაგრამ აი რამოდენიმე ესე რომ ვთქვათ ტექნიკურ ხარვეს თუ არ ჩავთვლით საბოლოო ჯამში ძალიან კარგი რაუნდები ჰქონდა ნოდარ კუდუხაშვილს Not on the head. Please try. Okay, seconds out. Seconds out. Come on, thank you. Come on, look on it. Obrigado. აი ნოდარ კუდუხაშვილი უკვე ვეღარ ითმეს ერთი სული აქ ბრძოლა დაიწყოს მესამე რაუნდიც დაიწყო ნახოთ კიკებიო რა კარგი ჰედკიკი იყო მაგრამ ბლოკში მიიღო და ისევ აბარა ძალიან კარგი ტეიქდაუნი თუ აყენებს ისე უნდა წააქციოს აი კარგად ეხა მანდერუკი ესე რომ ვთქვათ ჩააცურა ბოინომ და ხელს უშლის ეს ნოდარს რომ წააქციოს ბოინო მოატრიალა ბოინომ და ეხა თვითონ ცდილობს ტეიქდაუნის შესრულებას მაგრამ არა უნდა აწიოს ხელები უნდა აწიოს ნოდარმა რას აკეთებს ვერ ხვდები რას აკეთებს აი გავა კუდუხაშვილი რას აკეთებს ვერ ხვდები რატო აკეთებს ამ ყველაფერს ვერ ხვდები ესე რატო გაუჩერდა უბრალოდ როგორ დაიღალა მაგრამ ესე როგორ დაიღალა რომ ბოინო აგზელებს დარტყმების სერიას მაგრამ კუდუხაშვილი დგას მაგრამ რატო დგას ესე უბრალოდ არც კი დარტყმასაც კი არ აბუნებს უკან მე მგონი ჟონას ბოინო უახლოვდება ტიტულს გამარჯვებას კი აშკარა ჟონას ბოინო ხდება ბრძოლის გამარჯვებული და კამარი მიდის ბრაზილიაში აი ასე ბოინო მესამე რაუნდში მოახერხა გამარჯვების მოპოვება და კამარი წავიდა ბრაზილიაში ძალიან მოულოდნელი მარცხი იყო არ ვიცი ამას რა დავარქვა უბრალოდ რა მოხდა ვერ მივხვდი ვაგო მე პირადად როგორც ქართული გულშემატკივარი ძალიან please welcome to the ring. IFC
Georgia President Gochas Bayan. იონას ბოინომ წაიღო ქამარი ბრაზილიაში 44 გამარჯვება კარიერაში. He turns around and that's it. That's finished. I don't wait until on the ground. Turn around, no fight. არ ვიცი. აი ეს მესამე რაუნდის კადრებია და არ ვიცი. Okay, blue corner, red corner. ასე მალე რა შეიცვალა? და თითქოს აი გაითიშა და გაითიშა, ვერ ხვდები, არ დარტყმა არ მიუღია ისეთ ადგა. Ladies and gentlemen, your referee judge, Marco Broison, stopped this contest at 1 minute and 19 seconds of round number 3. Your winner, by technical knockout due to punches and the new IFC light heavyweight champion, Charles Bonos Borhano. ორი რაუნდი სრული კონტროლი და მესამე რაუნდში მოგებული ბრძოლა. ცნაური მოგებული ბრძოლა. Turn around. Umdrehen, finish. მეგობრებო, კიდე გამარჯობათ რა. კიდე გამარჯობათ. ყველა მიცის მე არ ვჩხუბობ 93 კილოში, მაგრამ რახან ჩვენ ძმას და მეგობარს როდარ კუტუხაშვილს ზლია, ესე რომ თქვა ქართული რევანში მინდა ავიღო. ვიწევ ამ ადამიანს ხამარზე შემდეგი ვეცი. He want to next fight with you. Are you ready? First of all, he would like to thank the whole people of Georgia, the whole promotion. You guys did a very good job, and we really appreciate. And he's definitely ready. He could fight even tonight. And now the time for the stare down. Okay? Woo! Face to face. Face to face და ისიც მნიშვნელოვანია ეს ბრძოლა გაიმართება 93 კილოში როგორც მივხვდი და გიორგი ქართველიშვილს ექნება შესაძლებლობა გახდეს ორი წონის ჩემპიონი. საინტერესოა. გამოწვევა მიღებულია.